მადლობა საქართველოს დღეს 25 ივნისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ევროსტრუქტურების ბოლო გადაწყვეტილებების ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა საქართველოს პირველი კანონმდებელი. მთავარ პრობლემა ჩალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის არაღიარება დაასახელა. თბილისის კრიტიკის მიზეზი ამჯერად ბრიუსელში გამართული საპარლამენტაშორისო კომიტეტის ხდომა გახდა, სადაც ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს გარეშე იმსჯელეს. პარალელურად სტრასბურგში ევროსაბჭომ მორგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მე მგონი ბოლო პერიოდში ატყობთ, რომ ყველას უკვე ერევა ერთმანეთში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირის პარლამენტი, იმიტომ თავისი არსით ეს ერთი და იგივე ინსტიტუცია ფაქტობრივად, იმიტომ რომ ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფები ხელში არის ამ პარლამენტების გადაწყვეტილებები, ეს გახლავთ ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ძირითადად ტონს აძლევს გადაწყვეტილებებს და რომელიც ნაციონალ-მოძრაობის წევრის ნაციონალურ მოძრაობა არის, ანტიკონსტიტუციური პარტია, რომელიც დღემდე მათი წევრია და მიხეილ სააკაშვილის განმადიდებლები არიან დღემდე ევროპის სახალხო პარტია. ამიტომ სახეები, პოლიტიკური ჯგუფები, ეს არის ერთი და იგივე და შესაბამისად შინაარსიც ხედავთ, რომ არის მსგავსი, მიგრირებს ერთი ტექსტიდან მეორე ტექსტში ერთი და იგივე განწყობა და მიდგომა. მიდგომა კი არის არსშივე ანტიქართული. კერძოდ რატომ? იმიტომ რომ მთავარი პრობლემა რაც არის ის რომ ეს ორი ინსტიტუცია, ევროპარლამენტი და პასე არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ის ვისთანაც ჩვენ ვეძებდით ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, აღმოჩნდა ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი. 4 წელი კვებეს, რომ იქნება გაფართოება და მაშინ ომის პირობებში და იცით თქვენ რომ თავად ეს საკითხი გაფართოებისა დადგა უკრაინის ომის დაწყებიდან მეორე დღეს. ახლა როდესაც ომი იმედია რომ ბოლოსკენ მიდის, როგორც ჩანს ამ იდეის მომხიბვლელობა ისე აღარ არის, ან აღარ გამოდგება როგორც ასე ვთქვათ ლოზუნგი შესათავაზებლად კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობისთვის და ხდება ამ ყველაფრის უკან ახვევა ასე ვთქვათ და ნელ-ნელა გასვლა ამ გაფართოებიდან. ჩალვა პაპუაშვილმა გადაცემაში ისაუბრა ოპოზიციურ ფლანგზეც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ როდესაც პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენენ არა ქართულ ხალხს, არამედ უცხოელებს და არც იციან რეალურად რა არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, მაშინ საქმე აგენტურ ქსელთან გვაქვს. მათ არ იციან რა უნდა ქართულ ხალხს, ანუ არ წარმოადგენენ ქართულ ხალხს. და რა საჭიროა მაშინ ასეთი პარტიები, ჯგუფები, რა სარგებელი მოაქვს პოლიტიკური ლანდშაფტისთვის იმ ჯგუფებს, ადამიანებს, რომელსაც არავის არ წარმოადგენენ უცხოელი მათი ასე ვთქვათ დამფინანსებლების თუ დავალებების მიცემების გარდა. ანუ ქალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ხო აღიარა, რომ მან არც კი იცის, არათუ წარმოადგენს ხალხის ინტერესი, არც კი იცის ხალხის ინტერესი რა არის, ხალხის საფიქრალი რა, არც კი იცის მან, მისმა პარტიამ და მის გარშემო ვინც არის. არც კი იციან და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ პოლიტიკური პროცესისთვის, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები და ესეთი დაჯგუფები წარმოადგენენ თავისივე აღიარებით არა ქართულ ხალხს, არამედ უცხოელებს, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიასთან, არა რაღაც მოძრაობასთან, არამედ საქმე გვაქვს აგენტურულ ქსელთან. ნაციონალურ მოძრაობაში შიდა კრიზისი სავარაუდოდ უახლოეს ორ კვირაში პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის კიდევ უფრო გამწვავდება. პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში ნანუკა ჟორჟოლიანმა ოპოზიციური კოალიციის დატოვება ღია დაანონსა, რასაც პარტიაში არაერთგვაროვნად უყურებენ. ნაციონალების ნაწილი პრიორიტეტად პარტიაში მართვის სისტემის ცვლილებას ასახელებს, ოპოზიციის თვით დაზიანებად მიიჩნევენ პროცესს მართულ პარტიაში. ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით ნანუკას ექსკლუზივი არ არის, რომ ჩვენ ვიყავით პარტიაში ადამიანები, ვისაც არ გვინდოდა და მე საჯაროდ თქვი. პირველივე დღეს თქვი და მე წინააღმდეგი მივეცი. საერთოდ მან შესვლას ხმა გამოვალთ თუ არ გამოვალთ, თუ როგორ იქნება მიხვდეთ, რომ ჩემი პირადი პოზიცია უნდა გამოვიდეთ. ესეც პოლიციის მისაღები გადაწყვეტილება არის. მესმის რომ ნანუკა პოლიტიკოსი არ არის, ხო, ანუ ამ პროცესებში ესე და მესმის რომ ჯერ შეიძლება ყველაფერი რაღაც ისეთი ფორმირებით არ გამოვიდეს, როგორც უნდა თქვას, მაგრამ ამ პარტიაში უთამოყარეო ადამიანები კი არა, ამ პარტიაში არიან ყველაზე გაუტეხილი ადამიანები. ნაციონალურ მოძრაობას როგორც პოლიტიკურ პარტიას უკვე ყავლი გავიდა და ამოწურა საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკური პარტია, კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია აღარ არსებობს. ნულოვანია მათი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან, რაც შეეხება
პოლიტიკურ ალიანსს, როგორც ჩვენ ვიტანასთან მეტყველეთ, ალიანსმა ვერ გადალახა და ვერ გადაიტანა 26 მაისი და დღეის მდგომარეობით ისინი უკვე მილევად რეჟიმში იმყოფებიან. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სამი მთავარი პრობლემა და გამოსავლის რადიკალური გზა. სტატიას ამ სათაურით ონლაინ გამოცემა EU Observer-ი აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უწყება არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას ვერ ახერხებს, რის გამოც დღის წესრიგში მისი რადიკალური რეფორმა და ევროკომისიასთან შეერთება დადგა. აქვე აღნიშნულია, რომ 2009 წელს შექმნილმა სტრუქტურამ ვერ შეძლო საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური კოორდინაცია. ანალიტიკოსების აზრით, დღევანდელ რეალობაში კლასიკური დიპლომატიის ეკონომიკურ ბერკეტებთან გაერთიანება აუცილებელია, რაც ბრიუსელის გადაწყვეტილებებს უფრო მოქნილს და ქმედიც გახდეს. ბიუროკრატიის ხარისხით საქართველოს მსოფლიოში 25 ადგილზე გავიდა ევროპის საუკეთესო 20-ში, მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს. ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს. ის ორ გლობალურ გაანარიშებას ეფუძნება, საუბარია ბრიტანული ორგანიზაციის Economist Intelligence Unit-ისა და ამერიკული ორგანიზაცია პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის თემატურ კვლევებზე. პირველი მათგანის მიზნად ბიუროკრატიის ხარისხისა და სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უნარის შეფასებას სახელდება. ამერიკული ორგანიზაციის კვლევა კი უკავშირდება მის გარკვევას, თუ რამდენად აქვს ბიუროკრატიას მართვისთვის ძალა და გამოცდილება პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებებისა და სახელმწიფო სერვისების შეფერხების გარეშე. აღნიშნულ გამოკითხვაში საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზე, ასევე უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. თბილისში მყოფი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს საგარეო წყების პირველ პირს შეხვდა. საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას, ასევე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებსა და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას შეეხო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განხილული იყო საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობისა და დიალოგის მნიშვნელობას მოცემულ პოლიტიკურ გეოკონტექსტში. აღნიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ედმონდო ჩირელი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღი ბათუმში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. ტარდება საზღვაო აკადემიის კურსანტების ტრადიციული საზეიმო მსვლელობა. ევროპის მოედანზე კი მთელი დღის განმავლობაში საბავშვო შემეცნებითი სივრცეები იქნება განთავსებული. საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისთვის საქართველოს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ყავს. დღესასწაული საღამოს ოფიციალური მიღებითა და კონცერტით დასრულდება. მთელი დღის განმავლობაში ბათუმში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელიც დილით 11 საათზე კურსანტთა საზეიმო მსვლელობით დაიწყება. მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებებით და საღამოს 9 ნახევარზე ოფიციალური ნაწილით დასრულდება. კიდევ ერთხელ სურს მიულოცო ქართულ მეზღვაურებს პროფესიული დღე. ახალციხის ციხემ ახალგაზრდულ დებატებს უმასპინძლა. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან შეკრებილმა გუნდებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მერია ახალგაზრდებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც დაპირდა. შევხვდი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს, დავესწარი დებატების ტურნირს. ახალგაზრდებს ყოველთვის ძალიან საინტერესო აქტივობები აქვთ ჩვენი ქალაქისათვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის და ყოველთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია დგას მათ გვერდით.